500 კილოვატიანი ქვესადგურის იდლიანის მშენებლობის ღირებულების შემცირებით დანაზოგმა 5 მილიონი ლარი შეადგინა 2023 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა. პროექტი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაფინანსებით სრულდება, მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება. ნინი ჩუბინიძე ამბობს. საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს კონკრეტული ფინანსური შედეგიც მოჰყვა. სვანეთში 500 კილოვოლტ ქვესადგურის იდლიანის მშენებლობის ღირებულების შემცირების შედეგად ქვეყნის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარი დაიზოგა. 2023 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დღეს ხელი მოეწერა. ეს უკვე მეორე პრეცედენტია, როდესაც ხელშეკრულების ხდება პროექტის გაიაფება, ასევე ველოდებით კიდევ ორ მიმდინარე პროექტს, სადაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარით გაიაფდება კიდე მომავალი პროექტები. მთელი ეს დაზოგილი თანხები, რა თქმა უნდა, ჩაბრუნდება GS-ის განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკაში და ეს ყველაფერი მოხმარდება საქართველოს ენერგეტიკის განვითარებას. დახურული ქვესადგური იდლიანი უნიკალური პროექტია თავისი ადგილმდებარეობითა და უახლესი ტექნოლოგიით, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში სიდიდით პირველი იქნება. დახურული ქვესადგური, რომელიც ენგურთან ახლოს აშენდება, ელექტროენერგიის გატარებას, დაბალანსებასა და სისტემაში შეშვებას უზრუნველყოფს. ადგილმდებარეობით არის უნიკალური ადგილი. ეს ადგილი შერჩეული იყო თავის დროზე ენგურჰესის და ხუთონჰესის მშენებლობის დროს ქვესადგურისთვის. ზუსტად ის ადგილი არის ამორჩეული ეხლაც, სადაც მოხდება 500-იანი ხაზის დაერთება და შესაბამისად მცირე საშუალო და მე დიდი იმედი მაქვს უდიდეს მნიშვნელობის მქონე კაშხლიან ჰესებს მიეცემათ საშუალება, რომ ეს ქვესადგური გამოიყენონ საქართველოს ენერგეტიკის სტაბილურობისთვის. ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დახურული ქვესადგურის მშენებლობა და შემდგომში ექსპლუატაცია არა მხოლოდ ენერგიის გენერაციის, არამედ რეგიონის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ესეთი პროექტების განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი უნდა იყოს და რა თქმა უნდა სახელმწიფოსგანაც ვიღებთ ისეთივე ხელშეწყობას, როგორიც არის ეს მედიანური ტარიფი, როგორიც არის პირველი აუქციონის და მეორე აუქციონის შედეგები. ქვესადგური ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი სტანდარტებით აშენდება. დასრულების შემდეგ კი შესაძლებელი გახდება სვანეთის რეგიონში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების ქსელში სრულყოფილი ინტეგრირება. ქვესადგურის მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება.